ერთ ჩვენიერ დღეს მე მითხრა რომ შენ უნდა გადაგიყვანო მოხუცი ქალის როლზე. აი ცალკე გამიყვანა და ცალკე გამესაუბრა რომ ანუ შენ ისეთი რთული მეტყველება გაქვს, ისეთი ცუდი მეტყველება გაქვს. არ გამოვა შენ გამსახიობი. ვაიმე. და ანუ ერთადერთი კახიკავსაძე იყო, ვინც ამ მეტყველებას მოერიაო და აი ეხლა ცუდად ხვდები. ვინც ამ მეტყველებას მოერია და თავის თავი დაძლიაო და სახიობად შედგაო რა. და ნუ არ ვიცი ხა შენ ეგ რამდენად გამოგივაო რაღაცა და გადამიყვანა მოხუცის როლზე. რა თქმა უნდა მე როგორც ისეთი ძალიან ხუთოსანი ცრემლები ჩავიკალი აქ, გული მომიკუდა და კაი მეთქი რაც არის თქო რა, თუ მოხუცის როლზე და ჩემი რაღაცა იქ უნდა ჩლიფინში თუ რაღაცა ესეთი გამართლება მქონდა, ის მეტყველება იმ როლში შეიჭმევა რა. მაშინ ისეთ პერიოდი იყო რომ ჩემს მეგობართან რჩებოდი, ანის შებოდა ჩემთან და აი ძალიან ისე რო ხარა თავისუფლება ბას რო გაძლევენ უკვე მშობლები და მახსოვს რომ მართლა ხატებთან დავიფიცე რომ მეთქი მე არ ვიცი მეთქი კახი მრაქნა თქო მაგრამ მე რაც შემიძლია მეთქი ყველაფერს ვიზავ თქო რა მართლა ყველაფერს ვიზავ მეთქი რაც შემიძლია რაც ალბათ რაღაცები ხა 100% ვერ შვები ხო იმიტომ რომ აი ძალიან ძიმი იყო აი მართლა და დღემდე რომ ეს იყო მე მგონი ეს მისი აზრი და იმ მოცემულობაში სხვა რაღაც ეს იყო რაღაცა თეატრალური უნივერსიტეტის რაღაცა ცუდი ბინძური თამაშის შედეგი.